საღამომშვიდობისა მეგობრებო, ჩვენ ვისაუბრებთ ხომალდებზე დღეს, თუ რომელი ხომალდები იქნებიან ის მართალი ხომალდები, რომლებიც გამოჩნდებიან 2029 წელს. ხო, ანუ 2029 წელს გამოჩნდებიან რეალური ხომალდები, ისინი რომლებიც აიტაცებენ კაცობრიობას და არა მოსაკლავად, არამედ გადასარჩენად. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არის ესეთი YouTube-ზე დამიწერეს, რომ რომელი ხომალდებიო, ანუ ტრამპს რო აქვს ისინი ახლა გამისნულად, რომ უნდა გამოაქვეყნოს ის ხომალდები, რომ ვითომ უცხოპლანეტელებთან რომ აქვს კავშირი. ხო და ეხლა ამაზე ვისაუბრებთ დღეს რა. ესე იგი, ქართული ანბანის მიხედვით ჩვენ გაგვიცხადა, რომ 2029 წელს უკვე ხომალდები გამოჩნდებიან. აქ დაიწყება ადამიანების შეგროვება. ნახეთ, როგორ არის აპოკალიფსში ნათქვამი, როდესაც მოვა ეს დრო, ეუბნება ქრისტე თავის მოწაფეებს, სადაც არ უნდა იყოთო, გინდა იყოთ ერთოზე სახში იქნებით, თუ სადაც დაყარეთ ყველაფერი და წადით მისკენო. ანუ პირდაპირ გაემგზავრეთ მისკენ, საერთოდ არაფერი არ გჭირდებათ, არაფერს მნიშვნელობა არ ექნება, არც პასპორტი, არც შენი საყვარელი სათამაშო, არც ოქრო, არც ვერცხლი, არაფერი არ გინდათ, სადაც არ უნდა იდგეთ, დაყარეთ ყველაფერი და წადით პირდაპირ მათკენ. მაგრამ ეხა არის მეორე საკითხი, ყველაფერი ორგვარია ამ ბინარულ სამყაროში და ესე იგი, როგორც ქრისტეს აქვს გეგმა, ისე აქვს ანტიქრისტეს გეგმა. ეხა რა ხდება? ანტიქრისტეს გეგმა არის ასეთი. საყვირებით გამოჩნდება თუ არა ანტიქრისტე, ეგ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქვს ესეთი გეგმა. სანამ ეს ამბავი მოხდება აპოკალიფსი, ანუ ის საყვირებით დაყვირება მოხდება და მერე გამოჩენა ამ ხომალდების, ხო? მანამდე მოვლენ უცხოპლანეტელებიც. ანუ ეს უკვე ის უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც აიხლა ტრამპი სულ მალე გაგვაცნობს, რომ მათთან კონტაქტი გააბადა, მოკლედ ერთი სიტყვით გამოჩნდებიან უცხოპლანეტელები. სინამდვილეში ეს უცხოპლანეტელები არ არიან, მეგობრებო. იმიტომ რომ უცხოპლანეტელები ვერ შემოვლენ ისე შეუმჩნევლად, რომ ჩვენ ვერ შეგვემჩნია საკითხი და ვერსად ვერ იქნებიან. ესენი არიან ის რეპტილოიდი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც აქ დედამიწაზე ბუდობდნენ და კაცი ჭამიები არიან და გადაგვარებული სახის არიან. ესენი ადამიანებს მოატყუებენ, რომ ვითომ ესენი გადასარჩენად მოვიდნენ და კაცობრიობას მოატყუებენ. ესე იგი, ვინც მათ მიენდობა, ყველანი დაიღუპება. ისინი მხოლოდ შესაჭმელად გაიმეტებენ ამ ხალხს, ვინც მათ მიენდობა. ესენი არიან ახლა ეპშტაინის, ესენი გამოუვიდა მაგათი ეპშტაინის ფაილები, რაღაცა ძალამ დაუშვა ეს, რომ გამოსულიყო ყველაფერს ფარდა ეხდება და ეხლა გადაფარეს ირანის ომით, ხო? ეს ლევან რა გვარია ეს მეგრელიშვილმაც განაცხადა. ხო და საქმე იმაშია, რომ ესენი არ არიან ის ხომალდები, რომლებსაც გამოაჩენენ ახლა ცაზე იმ ილონ მასკის ტექნოლოგიებით. არამედ ისინი იქნებიან რეალურად უკვე სამი ხომალდი გამოჩნდება, სამი დიდი ხომალდი, მე ესე ვიცი. ანუ ნიშნებით ესე მომეცა. სამი დიდი ხომალდი გამოჩნდება სამ მთაზე. აი აქ უკვე ყველანი უნდა მართლაც ფეხით, ცხენით, ჯორით, მანქანით უნდა წავიდნენ მისგან. სავარაუდოდ მანქანები არ იმოქმედებს, იმიტომ რომ გაითიშება ყველანაირი ტექნოლოგია. ისინი რომ გამოჩნდებიან, გაითიშება ყველანაირი ტექნოლოგია. 3 დღით იდგებიან ალბათ აქ, მეტი არა. აი ამ 3 დღის განმავლობაში მისკენ უნდა იარო ფეხით. არაფერი გვერდზე არ გაიხედო. იარე ფეხით მისკენ. თუ ვერ მოასწრებთ იქ, ანუ რატო ეხლა ნახე, ისინი არიან აქ ამენში ვინც იყურება, ამენში მინიშნებებია და ყველა ვინც ამენით საუბრობს, უკვე ეცოდინება ეს საკითხი. ნიშნებით შეიცნობაო. ქრისტე უკვე იმ ხალხს მიიღებს, ვინც კი არ დაიმალება მათ გამოჩენაზე, არამედ მისკენ წავა. გესმის? და საყვირებს დაყვირებენ მანამდე. საყვირებით დაყვირებენ, ანუ საყვირები იქნება. როგორც მე ვიცი 7 ჯერ თუ რამდენჯერ დაყვირებს საყვირი არ, რაღაცა პირველად დაყვირებს,
უკვე არის პირველი ნიშანი. იქ უკვე უნდა მოემზადო. ეხლა ორს თუ იპოვიანო, ერთს წარიტაცებენ და ერთს დატოვებენო. სად იპოვიან, კი არ იპოვიან, შენ კი არ მოგაკითხავენ. არ მოგაკითხავენ, ეხლა ნახე რა ხდება. აქ მიდის ესეთი საკითხი, მე ჩემთან როგორც რეზონი და ეს არის ესეთი ინფორმაცია რა. თუ ორი მივა ქალი კაცი და ისინი არ იქნებიან ერთიანი არ იქნებიან, შესაფერისები წყვილი არ იქნებიან, ერთს აიყვანენ, ერთს დატოვებენ. მათ შორის აირჩევენ, ესე იგი, დაცემულს დატოვებენ, ამაღლებულს აიყვანენ. ანუ დუალურ სულებზე აქ ლაპარაკი. თუ კი დუალური სულიდან ტყუპსულში არ არის გადაზრდილი კაცობრიობის ურთიერთობა, ანუ წყვილის ურთიერთობა და თუ კი ის ორნი არიან, ანუ განსხვავებულები არიან, იმას ვერ წაიყვანენ, როგორც მე ვიცი. როგორც ჩემთან რეზონირა. ესე იგი გასაგებად თქვი თუ არა, რომ დაწყვილება ხდება ტყუპის სულებით. თუ ტყუპის სულები მივლენ მასთან და ეტყვიან ჩვენ გვინდა წამოსვლა, ხო? ტყუპის სულები, ეხლა იმათ ვერაფერს ვერ მოვატყევი, თქვენი აზრების წაკითხვა იციან. ანუ ნახე, შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ როგორ გაიგებენ. არავითარი ეს არ დასჭირდებათ იქ ტექნოლოგიის გამოყენება, იქ უკვე შენ აზრებს კითხულობენ, იქ უკვე შენ შინაგანად ენერგეტიკულად გრძნობენ რამხელა ვიბრაციაზე ხარ. არ სჭირდება მაგას ეხლა ის რომ გაგატარონ სკანერში. ამიტომ ვამბობ, მომზადება დაიწყება აუცილებლად. ყველა წყვილი თავისას იპოვის, იმიტომ ტყუპის სულები უნდა დაწყვილდნენ. აუცილებლად უნდა დაწყვილდნენ. თუ იპოვი, თუ ვერ დაწყვილდებიან, იმათ ანუ გადააგდებენ. რატო გადააგდებენ ახლა თუ იცით რა? თუ იმ დრომდე შენ ვერ მოახერხე იმ გონების გახსნა, რომ შენი მეორე ნახევარი რეალური მეორე ნახევარი იპოვო, ხო? შენ ვერ ხარ იმ ლეველზე. გესმის? არ ხარ ასული იმ საფეხურზე. და შენ რომ მიადგები ახლა ანუ ეს უკვე ხინჯია, ცოდვაა, იმიტომ რომ ცოდვა გზასაცდენილობაა. თვითონ სიტყვა მაგას მიანიშნებს, რა გზიდან აცდენილი ხარ, რომ შენ რომ მიხვალ იქ, აი ახლა აი რა კარგად დევს ეს ორი ცალი ფეხსაცმელი. აი შენ რომ მიხვალ აი ესე იქ, ხო? და იტყვი ეს ერთნაირები ვართ, ისინი გეტყვიან შენ წახვალ უკან. შენ წამოხვალ. რატო იცით? აი ხა წითელი ფეხსაცმლის ცალი შეიძლება უკვე შიგნით იყოს შესული. გესმის? ამიტომ ის ცალი, რომელსაც არ ეყოლება თავისი ცალი, უკვე დატოვებენ. კიდევ არის ესეც შემთხვევა რა, ანუ შიში მე პირადად მქონდა ესეთი ხილვაში, რომ ეს ისე უცბად ხდება ხალხო, გონს შეიძლება ვერ მოხვიდეთ რა, ანუ არ მოელოდოთ. იცი როგორ ხდება? აი ადამიანი რომ ზიის საჭმელოდ რაღაცა უნდა ჭამოს, ეხლა ჩაიდოს კოვზი პირში და უცბად მოხდება და ეს კოვზი უნდა გააგდოს ხელიდან და ეგრევე იმოქმედოს. გესმის? იქ არ უნდა დაიწყოს ეხლა ფიქრი, რომ ეს რა არის? ესენი კარგები არიან თუ ცუდები? მანამდე უკვე ნაფიქრი უნდა კონდეს. მანამდე უკვე იმდანაც უნდა კონდეს ყველაფერი გააზრებული, რომ აი ეს კოვზიც კი არ ჩაიდოს პირში, ეგრევე გააგდოს ხელიდან და პირთან მიტანილი კოვზი გააგდოს ხელიდან და გაიქცეს. იქ გაიქცეს. გესმის? და ეს ეხლა რაც ხდება ეხლა 2026 წელს რომ გამოაჩენენ აქ რაღაცეებს და დაგვაჯერებენ რომ ადამიანებისთვის კარგი უნდა და თანდათან რომ გაქრებიან ადამიანები, იმიტომ რომ მაგათ თოხლაობაში წავა, როგორც აქამდე იყო, აგერ ეხლა უკვე ისეთ ფეშენ რაღაცებს აწყობენ, რომ ვერ გაიგებ ადამიანია თუ დემონია რა, ეს მოდაში შემოიყვანენ მაგებს და საბოლოო ჯამში ყველა ეგრე ივლის, ვითომ მოდაშია, ვითომ მოდაზე დადიან და საბოლოო ჯამში შეიძლება კიდევაც ერთ-ერთმა ძალიან მოდურმა ტიპმა შეგჭამოს. ხო, და ვერ გაიგებენ საწახვედი. ხო, ესეთი უცნაურებები მოხდება, ზომბები ან მკვდრები აღდგებიან, რა თქმა უნდა, ამ წელს უკვე თამარი აღდგება და თამარი აღადგენს მერე დანარჩენებს და მოკლედ ერთი სიტყვით 2029 წლამდე ძალიან ბევრი
აჯაფსანდალი კი არა და სუპი მოხდება რა, სუპი მოხდება. სასუფეველი, აღა, მივდივართ სუპთან, სასუფეველთან. ხო და რა მოხდება ახლა კიდე იცით? ხომალდები როგორ უნდა გაიგოთ ნამდვილად ვინ არიან ესენი და არიან თუ არა ისინი მართალი ხომალდები, იმიტომ რომ ბევრი გამოჩნდება ერთდროულად ცაზე. აი, ცა იცით რა, მე ხილოში მქონდა, ცა უცბად დაიფარება, იმდენი ხომალდი გამოჩნდება. და შენ უნდა მიხვიდე მართალთან, ანუ იმასთან, რომელიც უკვე მანამდე გაგიცხადა ქრისტემ. აბა ეხლა გამოიცანი, რომელ ხომალდთან უნდა მიხვიდე, ხო? ზოგიერთი ხომალდიდან ჩამოვლენ და დაიწყებენ ადამიანების აყვანას. ეგენი არ იქნებიან მართლები. აი იმ მთაზე უნდა მიხვიდე, იმ მთისკენ უნდა წახვიდე, რომელიც უკვე მანამდე გაგიცხადდება ქართული ანბანით და ქართული ენით. ხო და ეგ იქნება რეალური, რომელიც წაგიყვანს თავისთან, ქრისტესთან. 3 იქნება ესეთი. 3 2 არის. 1 ხო გავაცხადე უკვე წინა ლაივებში. ხო, ეს იყო და ეს მინდა და მეთქვა. კითხვები ხო არ გაქვთ? იმიტომ რომ YouTube-ზე ძალიან ბევრი კომენტარი შემოვიდა. ერთი კითხვა ქონდა, ერთს და კიდე რაღაც კითხვა იყო. ხო, კიდე იყო იცი რა, რომ ვამბობ, რომ აპარატზე არის მეთქი შეერთებული ტიპი, მკვდარია, გულია გაჩერებული რა, ილიას. და ასუნთქებენ მეთქი ძალით, ხო და მეკითხება, ეხლა რომელი გავიგო, ცოცხალია თუ მკვდარიო რა? ამბობთ რომ მკვდარიაო და თან ამბობთ ცოცხალიაო და ბიჭო, რანაირად უნდა იყოს ადამიანი ცოცხალი, გული აქვს გაჩერებული. ეგრე ეხლა ადამიანის გვამი შეგიძლია წლობით ასუნთქო და ეს აპარატით ასუნთქო და არ გააჩერებინო რა ეს სუნთქვა. ეგ აღარ არის იცი გული რო უჩერდება ქრისტიანს, იმას უკვე მარხავენ. მაგრამ თუ აღადგენენ ლაზარესავით, უნდა აღდგეს ფეხზე და დაიწყოს სიარული, მაგრამ ეს რო აპარატზე ყავს შეერთებული და ამ გვამს აწამებენ პირდაპირ რა, მის გვამს აწამებენ, ძალით ასუნთქებენ რა. გული გაჩერებულია. და როგორ გინდათ ეხლა ვერ გავიგე, ცოცხალია ეგეთი ადამიანი, ვისაც გული გაჩერებული აქვს, მე ვერ ვიტყვი და ცოცხალია. მისი სული უკვე გული გაითიშა, სული განუტევა, სული განეტევა უკვე. და ეს სული იქამდე ვერ წავა იქ, სადაც არც უშვებენ იქ, იმიტომ სანამ აკავებენ მაგის სულს, ვერ გაივლის, პორტალს საერთოდ ვერ გაივლის. ხო, მოკლედ რა, ეგ ჩემი საქმე არ არის, ეხლა ილიამ თავის თავს მოუაროს, თავის სულს თვითონ მოუაროს და საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ძალიან ბევრი ვისწავლოთ რა. ვიღაცეები ეხლა შეიძლება წიგნებს წერენ და წიგნების წერის დრო აღარ არის უბრალოდ და წიგნები არა ის ხალხო უნდა დაყაროთ ეხლა ყველაფერი და დაიწყოთ მართლა ცნობიერების გახსნა. არც სამსახურს აზრი არ აქვს, ვერ ხედავთ რომ უსხრევა უკვე ყველაფერი. მთელი სისტემები ინგრევა და ვიღაცამ პარლამენტარებზე დამიწყო ლაპარაკი და იმას უნდა ან მომისმინეთ ერთი წუთი ხალხო რა. რა პარლამენტარი და პოლიტიკოსობა ხალხო მეორედ მოსვლაა. ყველაფერი ინგრევა. ესენი ეხლა უბრალოდ ფართხალებენ. არ უნდათ დაჯერება რომ ეგრეა. ეხლა სულ რაღაცა აი რამდენიმე წელში გამოჩნდება ქრისტე. და სანამ ქრისტე გამოჩნდება, შენი თავი უნდა აღადგინო, გააცოცხლო, უნდა ამოიცნო ვინ ხარ. თუ შენ ზომბივით მიხვედი ქრისტესთან და ეთქვი რომ მე ვინ ვარ ქრისტე? შემოხედავს ესე ხალხი, წადი რა ზომბებთან გადადი იქით გეტყვის. შენ უნდა მიხვიდე ქრისტესთან და უთხრა მე ვარ, ისა ვარ, ვინცა ვარ, ხო? და უნდა იცოდე ამ სიტყვების მნიშვნელობა რას ნიშნავს ისა ვარ, ვინცა ვარ. მარტო რომ უთხრა ეგრე და რობოტივით შინაგანად ენერგია უნდა წარმოქმნას ამ სიტყვებმა. შინაგან ენერგიას თუ არ შენ აზრობრივად თუ არ იცნობ რას ამბობ, ხო? შინაგან ენერგიას ვერ წარმოქმნი. შინაგან ენერგიას რომ წარმოქმნი, ვიბრაცია მეტია. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს ელაპარაკები, აი ხა ხო ხედავთ ხმა როგორ შემეცვალა. როდესაც ადამიანს ელაპარაკები, ვიბრაციას გრძნობს. ეხლა შენ რა გონია რომ ქრისტესთან მიხვალ და ეთქვი რომ ისა ვარ, ვინცა ვარ და
დაზეპირებულ ფრაზას და ის დაგიჯერებს, რომ ისახარ ვინც ახარ? შენ უნდა იცოდე ვინ ხარ. და ამ ფრაზის, ამ სიტყვების ნიშნობის არსი უნდა ქონდეს უმაღლეს ხარისხში გაგებული. უმაღლესი ხარისხი რა არის? შეიძლება დღეს გაგეხსნას ამ სიტყვების ნიშნულობა ერთ ხარისხში, ხვალ მეორე ხარისხში, ზეგ მესამე ხარისხში და ესე გიხსნას და ვარდივით გაიფურჩქნოს და უამრავი ხარისხი აიღოს ამ ერთმა ფრაზამ. აი ამ უამრავ ხარისხს აქვს ვიბრაცია და როგორი ვიბრაციითაც წარსდგები ქრისტეს წინაშე, ისე დაგიჯერებენ. ზოგს ეტყვის, რომ არ გიცნობ რა, შენ წადი რა, ეზიარებოდი და იქ რაღაცა მამაო დამლოცეს ეუბნებოდი, არ გიცნობ, წადი, არ გაქვს ვიბრაციები, მკვდარი ხარ, გადადი იქით, გეტყვის. მანამდე მოგცემს შენ იმის საშუალებას, რომ გაიზარდო, გონს მოხვიდე, გამოხვიდე მაგ ანტიქრისტეს ბრჭყალებიდან. მაგრამ თუ მაშინაც არ მოინდომე და შენ გაჯეუტდი და ვერ გაიგე რომელია სწორი მხარე, ხო? აი პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, რომ იესო ქრისტესთან რომ წარდგებით და ეთქვით, რომ იესო მე შენ გემსახურებოდი და ესე და ისა, ხო? კითხავს, აბა მაჩვენე შენი ვიბრაციები. აბა მაჩვენე შენი სიტყვა. აი ჩემ მამაოსთან რომ ვიყავი და იმან რო ესე მითხრა, რომ დაიწყებ მე ეგრე, ხო? აი სანამ მამაოს არ ვკითხე და მამაომ არ დამიდასტურა, ეგრე რომ დაიწყებ, ხო? გეტყვი, წადი მაშინ შენ მამაოსთან ქრისტე რა. შენი სიტყვა თუ არა გაქვს, შენი სიტყვის ძალა თუ არ იცი, იმ მამაოს მოკითხე გადარჩენა. გაგიშვებს იმასთან. გეუბნებით პირდაპირ რა. არ მოусმინოთ მაგ გოგოს, არ მოусმინოთ, ხო და გეტყვით ქრისტე. წადი იქით, გადადი შენს მამაოს და იმას მოусმინე. ამას ხო არ მოусმინე მე ვინც მოგიგზავნე ადამიანი, კაცი, რომელიც ჩემს მსგავსად ლაპარაკობდა, ჩემს მსგავსად ცხოვრობდა, ჩემს მსგავსად დადიოდა. არა, მარტო გინება გაიგეს ჩემი, დანარჩენი ვერაფერი ვერ გაიგეს, დედასვიცა ვარ კაცობრიობამ რა. აი ამ ყრუ და ბრმა, მარტო გინება და როგორ ლანძღავს ქრისტეს და როგორ ეს და ის. და ქრისტეს რო ვაქებ, ის ვერ გაიგე? და ქრისტეს სიტყვებით რო ვლაპარაკობ, ის ვერ გაიგე? ისინი თმები რო არ შემიღებია, ისიც არ არის ქრისტიანული? ვისაც არ მიიღებს რა ელისო სიკვდილი. სიკვდილი არის და დარჩებიან აქ და ცეცხლი დაიბუგება მთელი დედამიწა. ანუ ხომალდი ავა, აქ უკვე მთლიანად განულდება ყველაფერი და ცეცხლი დაიბუგება. აქ ატომური ომი იწყება უკვე და ატომური აფეთქება მოხდება ხალხო, ამას ვერ ავწდებით. მე კითხვა დავსვი მაშინ, მოხდება თუ არა ატომური აფეთქება და კი მოხდება. ამ ატომურ აფეთქებას ვერ ავწდებით. ამიტომ მოდიან ისინი ჩვენს გადასარჩენად, იმ სულების გადასარჩენად, ვინც გაიმეტეს თავი აქ ჩამოსასვლელად. და ვისი გადასარჩენადაც ისინი ჩამოვიდნენ აქ და მოაგროვებენ რამდენიმე 144,000 გაქრისტიანებულ ებრაელს მიიღებენ, იმიტომ რომ ეს შანსი არ აქვს იმ ებრაელს, ვინც ქართულად ვერ საუბრობს, იმას არ მიიღებენ. იმიტომ რომ მასში სიყვარული და ვიბრაცია არ იქნება გახსნილი, გესმის? და ვისაც არ მიიღებენ, ის დარჩება დედამიწაზე. დედამიწაზე მოხდება დიდი აფეთქება და როდესაც ეს აფეთქება გადაივლის და როდესაც ისიც გადაივლის გამოსხივებას, მე ალბათ ისევ ჩამოგსვავენ და დაიწყება ახალი ერა. აქ ეხლა არ ვიცი კლდეებში დამალვა და იმ მე მგონია რომ ეგ არ ვიცი კლდეებში დამალვას არ გირჩევდით რა, იმიტომ რომ აპოკალიფსში გვიწერია რომ უნდა წახვიდე მისკენ, ხომ ალდისკენ. ეხლა იქ კლდეში ჩაგიყვანენ თუ ხომალდში აგიყვანენ, იქ ალბათ გადანაწილდება, არ ვიცი, ზოგიერთ შეიძლება აქ დატოვონ ზოგიერთი. ეხლა ძლიერი სული, რომელიც თქვა შეძლებს ამის გამკლავებას და აქ კიდე ვიღაცა სულების გადარჩენა შეიძლება თავისი ნებით დარჩნენ აქ. კიდევაც რა. ეგ უკვე მე გაიგვევა. თავარია ეხლა გაიხსნას გონება. ეხლა დაიწყო გონების გახსნა. თუ გონების და სიტყვის გახსნა არ დაიწყე ეხლა, მე დაგაგვიან, ეხლა უკვე გვიანია რომ დაიწყო, მაგრამ მაინც სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამიტომ იცი რა გვეუბნება ქრისტე რომ უკვე ნიშნებით შეიცნობა
და გეცოდინებათ, რომ ეს ახლოვდება, აი როგორც ორსულ ქალს წამოვლითი ტკივილები აქვს, ხო, რომ უკვე უნდა გააჩინოს, ყოველ 5 წუთში წამოვლითი ტკივილები აქვს. უკვე რო ჩდება ბავშვი, ეს ის ტკივილებიაო, მშობიარე ქალის ტკივილებიაო, ანუ აი თქვათ, ყოველ თვეში რომ ხან ომია, ხან ის მოკლეს, ხან აი ახლა უკვე ძალიან მალე უნდა იშვას ბავშვი რა. და ბა უნდა შვა. ბა არის ბანი. ბანი კიდე არის ხმა. და რა მინდოდა, რაღაცა მინდოდა მეთქვა. ხო, ტკივილები, მაშინო უკვე ესეთი ტკივილები როცა არისო, მაშინ შეიცნობენ ჩემიანებიო. უცხო ენებზე დაიწყებენ საუბარსო. შეიცნობენ ჩემიანი და კიდე აი ზეთი როდის აღარ გაიცემა. როცა უკვე ჩვენნაირი ადამიანები ვინც ლაპარაკობენ ხმას ანუ ნახე მოკუმავენ ხმას. აღარ გასცემენ ზეთს. ენერგიას შეინარჩუნებენ უკვე. და ისედაც ეს აპარატები მთლიანად შეიძლება გაითიშოს ერთხელაც. მერე საქმე იმაშია, რომ კი მინდოდა რაღაც მეთქვა, ხა კიდე დამავიწყა. როდესაც უკვე მოახლოვდება ეს ჟამიო, ცაზე რომ ჯვარი გამოისახებაო, მზე რომ სისხლისფრად შეიღებებაო, მზე უკვე შეიღება სისხლისფრად, მეგობრებო, თვარეც. ბოლო ეს იყო, ნახეთ, ეხლა იყო სავსე მთვარეობა, რო იყო წინა წელს, ბოლო სავსე მთვარეობა. აი მანდ იყო შეღებილი უკვე სისხლისფრად მთვარე. და ეგ იყო ერთი ნიშანი, რომელიც უნდა შეგვეცნო რა ბოლო ჟამის პერიოდის. და აი მაშინო უკვე ხალხი გაემგზავრება იმ ადგილებში, სადაც უკვე უნდა მოვიდეს ქრისტე. მაშინ უკვე აი ესენი ყველაფერი რომ მოხდებაო, მაშინ უკვე გაემგზავრება ის ხალხი იმ ადგილებში, სადაც უნდა მოვიდნენ ისინი გადასარჩენად. და ისინი იქნებიან ქრისტეს ხალხი. ეხლა ვინ დაგიჯერებს, ვითარცა ნოეს დროს, ისე იქნება. ეხლა ნოე რო აშენებდა, დანარჩენები იცინოდნენ, ხო? ეგრე იქნება და ვინც იცინის. ვინც ბოლოს იცინის. აი ხა ჩემნაირებს დასცინებენ. დამერწმუნეთ, ჩემნაირებს ძალიან ბევრი დასცინებს. ხო და შეშინდებით, იმიტომ რომ ეს ჩვენი მისიაა. ჩვენ უნდა რაც შეიძლება გავცეთ და მე ბოლოს დაიხურება კარი და აღარ გავცევთ. შინაგანი გვეტყვის ამას, როდის უნდა დავხუროთ ეს. რო აღარ, ღორებს მარგალიტებს რო ვეღარ დაუყრი რა. შინაგანი გეტყვის, როდის უკვე აღარ აქვს აზრი ლაპარაკს. აი ხა ჯერ კიდე ნახე ხომ გითხარით რომ აღარ ვილაპარაკებ მეთქი, ეხლა უკვე პირადად გაგიცნობთ თქო. ეხლა უკვე ორივეს ვაკეთებ, პირადადაც ვიცნობ ხალხს და თქვენს გელაპარაკებით და მოვა დრო, როცა სულ დაიხურება ეს და არაფერს აღარ გეტყვით. გესმის, უკვე ყველაფერი ვთქვი და მეტი აღარ უნდა ითქვას, უკვე ყველაფერი აგერ ლიკვიდი დოგმა თამარის ლაივზეა და გადადით იქ და ეს ყველაფერი შეგიძლიათ თქვენით ისწავლოთ. მე უკვე ვეღარ დაგეხმარებით. მაგ დროში უკვე მე ვეღარ დაგეხმარებით. თქვენ თავში უნდა გქონდეთ ის ანბანი. ის ანბანი თავში თუ არ გაქვთ, ხო? აბა რა ვიცი, ვინ დაგეხმარებათ ახლა თქვენ. კითხვები ხომ არ გაქვთ, მეგობრებო? ანუ სერიოზულად თქვენაირების დიდი იმედი გვაქვსო? არა, ნანა, ჩემნაირზე არ უნდა დაიყრდნო. შენ უნდა ისწავლო, შენ თავზე უნდა დაიყრდნო. აი ნახე ხა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვით რა. არავითარ შემთხვევაში სხვაზე არ უნდა დაიყრდნოთ. ჩემნაირებზეც კი. აუცილებლად ჩემნაირებიდან უნდა აკრიფოთ მარგალიტები, ცოდნა უნდა აკრიფოთ და თქვენში გამოიმუშაოთ თქვენი.
თორე მე რა მამაოსნაირად ის შუამავალი გამოვდივარ მე თქვენსა და ქრისტეს შორის და თქვენ რომ მიხვალთ ქრისტესთან და იტყვით აი მე თამარისგან ვისწავლეო ხო ვერ მიგიღებთ რა ქრისტე რა იმიტომ რომ მე თამარისგან ვისწავლე კი არ უნდა უთხრა ვისწავლე მესგან ვისწავლეო შინაგანისგან ვისწავლე თქო გესმის დღეს მეზე გქონდა საუბარი რომ უნდა გაიტანო ჯერ მე გარეთ და მე ვარ თქვა მე ვარ კი არ თქვა მე ვარ და აი ის რა ხარ და ვინ ხარ ის უნდა გაიგო შენ შინაგანში ვინ ხარ მე ვარ თამარი ვიცი ეხლა მე რო გითხრა შენ თამარი ხარო ხო მიიღებ ამას მაშინ შენ უნდა მიხვიდე ქრისტესთან და უთხრა მე თამარი ვარ ხვდები ანუ გაერთიანებაც ხდება მაგრამ საბოლოო ჯამში ან ჩემგან უნდა ისწავლო უბრალოდ რა რასაც ისწავლი მე შენით უნდა განავითარო შენში უნდა დაქოქო ის ბიძგი უნდა მისე მე გაძლევთ ბიძგს თქვენში ქოქავს აი ამ ბორბალს ბანი ორი ალისა და ბორბალი რო დაიქოქება მე უკვე წამოვა ის ინფორმაცია შინაგანიდან და ერთ ენაზე დავიწყებთ საუბარს გეუბნებით ანუ აი ახლა ჩემს ჯგუფში უпростоრად სიდონის ჯგუფში რო ვართ ხო მე რო გავიფიქრებ იმან უკვე დაწერა ერთ სიხშირეზე ვინც არის უკვე გავიფიქრებ დაწერა იმან გაიფიქრა მე დავწერე ანუ უკვე ერთი და იგივე ენაზე ვიწყებთ საუბარს გესმით ვინც ერთ სიხშირეზე ვართ ჯერ შუქების ჩაქრობაა დაგეგმილი მიწისძვრები სარაკეტო და ქვეყნებს შორის ომი რათა შეიქმნას კრიზისი ვალუტებში მაქსიმალური შიშის ენერგიის დაგროვება ატომური ომი ბოლოსკენ ხდება ხო ეგაც არის კი გიორგი სამდღიანი თლიანი გათიშვა მე იქ რაღაც გარეთ მოლანდებების გამოშვება 1000 გვარი რაღაცა ხდება რა მაგ დროს უკვე შეიძლება კიდევაც ყველაფერი დადნეს ისეთი სიმხურვალე იყოს გარეთ რაც აი ამ დროს გვაფრთხილებენ რომ ფარდებით ჩამოვაფარო და გარეთ საერთოდ არ გავიხედოთ იმიტომ რომ იქნება მოჩვენებები რაც არარეალურია აი მაგალითად მაგათ რა ქვიათ ჰოლოები აი გამოჩნდება ფიგურა ოღონდ ვერაფერს ვერ დაგიშავებს მხოლოდ შეიძლება შეგშალოს ტყუიდან რა შეგაშინოს და იმიტომ აპარატებით ახლა გამოასხივებენ ისეთ აპარატებს რომ შეიძლება დინოზავრებიც დაინახოთ გარეთ და დევებიც და რა ვიცი რაღაც 1000 გვარი რაღაცა რაც შეგაშინებთ მაქსიმალური შიშის ენერგია გამოიყოფა ხო ეცდებიან კარგად ეცდებიან მაქსიმალური შიშის ენერგია გამოყონ ამიტომ ბავშვებს გარეთ არ უნდა გაახედოთ შეიძლება შენც ვერ გაუძლო ისეთი რაღაცები დაინახო ეხლა ვინც ესეთ რაღაცებში იქნება გარკვეული და გავარჯიშებული ხო ქრისტეს ხალხი მაგასაც გაუძლებს რაც არ უნდა დაინახოს მე დღეს მეც მაგ საკითხზე ვფიქრობდი მხოლოდ შინაგანი მეო ეხლა შესაშინებლად არ ვიძახი მეგობრო იმაზე ვიდრე მე ვლაპარაკობ იმაზე უფრო საშიში რაღაცები ხდება უკვე ისრაელი ირანს ბომბავს ჩინეთი უკვე ადგაფეხზე და სიტყვა თქვა ის იმას იქ აზერბაიჯანს ბომბავს იქ ვიღაცა რაღაცას ბომბა უკვე დაიწყო ტაშბანდურა ხო და ასე რომ მე რა ბონიანი რომ არ მიჯერებდა მიციორეები უნდა მოხდეს რომ ვეუბნებოდი რომ მეთქი ეხლა უკვე დაწყებულია ეს ეხლა ვარ ბოლო ჟამში ვარ და არაო კაცო მანამდე ვიციორეები უნდა მოხდესო მოხდება მეთქი უკვე ხდება ხო და იმედი ეხლა დაინახავს რა ონიანი მერაბი ამ საკითხებს მე რასაც ვამბობდი და ყველაფერი რომ ერთ-ერთში ახდა ჰოლოგრამები ხო დომნა ჰოლოგრამები დღეს მეც მაგ საკითხზე ხო ეს წავიკითხეთ ნუ შეშინდებით ანუ ჩვენ ვინც ანი და ჰოეში გავერკვიეთ
ქრისტე შევისწავლეთ და ქრისტეს ჩვენში შემოუშვით და გავაცოცხლეთ, ჩვენ მის წინაშე წარსდგებით აუცილებლად. ვინც შიშს მოერევა, ყველაზე ბოლო მოსარევი არის შიში. თუ შიშს მოერევი და რწმენა შემოიტან შენში, რანი წილი მე ენა რწმენაში დევს შენში, აუცილებლად წარსდგები ქრისტეს წინაშე. რა გითხრათ ახლა მეტი? ამ რწმენას თამარი მოგცემს ჩვენ. დამერწმუნეთ. ბრმებსაც საბოლოო ჯამში ლაზიერი უბრუნებს ადამიანებს. ბრმებს თვალს უხელს ლაზიერი. თამარი ახლა რო ადგება, ხო? ამ აპრილს აღდგომას რო აღდგება და მერე რო დაიწყებს შემოდინება საქართველოში უკვე ზღვა ხალხი, იმის სანახავად თუ რა ხდება იქ და სიბრმავისკენ რო განიკურნოს, აი მერე უკვე გაუკვირდება სრულიად მსოფლიოს რა ხდებაო რა საქართველოში. ასეთიო და ვინც დაინტერესდება, ისიც განიკურნება, ვინც მოვა და ნახავს ამ სასწაულს. და სასწაულს, ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, ბევრ რამეს ელოდეთ ახლა, საინტერესო შოუებს. გელოდება დიდი შოუ, მალე გაკვირდებით. როგორ შეძლო თამარმა დაძლია საკვირველი. 800 წელზე მეტია თამარ მეფის აკლდამა, სადღაც გადაკარგულში საძებარი გამხდარა. მოახლოვდა დღე აღდგომის, ვისაც გინდათ იცინეთ, თამარ მეფეს სამს დავითლი, მის კაბით კი ერთით მე 2026-ში გამობრძანდეს უნდა. გაამზადეთ მაცხოვარი საბერძნო სუფრა. 220-მა საინტერესო ძალიან, აი როგორ ვინც სულიწმინდასთან კავშირშია, როგორ გვესაუბრება სულიწმინდა ხედავთ. და მერაბონიანს კიდე ეშინია სულიწმინდასთან საუბარი, რომ არაო, სულიწმინდით საუბარი არ დამიწყოთო ეხლა ამპარტავნებაა ესო, ვინც სულიწმინდით დამიწყებსო საუბარსო, ხო, იმას არც ველაპარაკებიო. მე თქვი აგერ დგავარ და სულიწმინდაზე გელაპარაკებით, მითხარით, ერთი სულიწმინდის გარეშე ვინმე თუ გადადგავს ფეხს ან რამე სიტყვას იტყვის. აბა მაშინ რა დავარქვათ, სულიწმინდა არ ლაპარაკობს? აბა რა შვება, ჩემი ენით ლაპარაკობს, შენი ენით ლაპარაკობს, ყველანაირად სულიწმინდა ყველგან და ყველაფერშია და აბა ეხლა რატო არ გინდათ სულიწმინდასთან საუბარი ვერ ხვდები? რა, ის დავარქვა, რომ მე ეშმაკი მალაპარაკებს? ეგრე შენ დაირქვი ეგრე, მაშინ ეშმაკი შენ ემსახურე და მე სულიწმინდას ვემსახურები. მე ყველაფერს სულიწმინდას ვაკუთვნებ, შენ კიდე ეშმაკს. გესმით? ლამძო წეს აქამდე როგორ ვერ გისმენდითო? იმიტომ რომ ბოროტი არ უნდა ბოროტს სულების დაკარგვა. და გაყრუებს და გაბრმავებს და გულის რევის შეგრძნებას გიჩენს. იმიტომ რომ ბევრი არქონტია გამოსაყრელი, როცა სულიწმინდის ხმას იგებ და როცა უკვე განიწმინდები თანდათან, ხო? ვინც ქრისტეს უყვარს, მასში აუცილებლად შეიყვანს ამას. მერე უკვე გაიგებ რას ლაპარაკობ და მოგეწონება, მერე უკვე მოგწყურდება, მერე შეიძლება მთელი დღე დაჯდე და ჩემს ვიდეოებს უყურო, იმიტომ რომ იქ სულიწმინდა საუბრობს. სულიწმინდას არცნობს გამოდის მერაბი რაბინია. ხო, ესე გამოდის, ანუ სიტყვის ძალით ესე გამოდის, რომ არა, სულიწმინდით არ მელაპარაკოთ, გესმის? აბა რა, ეშმაკის ძალით გელაპარაკო? მე გელაპარაკები სულიწმინდის ძალით, გეუბნები ახლა. გამოვიძახო ჩემში ეშმაკი და ისე გელაპარაკო, თუ რა, ჩემი ძალებით გელაპარაკო. ხვდები? ანუ არ უნდა თქვა მე გელაპარაკები შენ და აქ უკვე აპარტავნებაში ვარ. ეშმაკის ძალით გელაპარაკები უკვე ეშმაკს ვეკუთვნი და სულიწმინდის ძალით გელაპარაკები სულიწმინდას ვეკუთვნი, ესე იგი, ხო?
მე მივაკუთვნე ჩემი თავის სულიწმინდას, ესე იგი მისი ძალით გელაპარაკები. აქ არის სიტყვის ძალა, გესმით? სად როგორ მოხერხებულად აქვს ეშმაკს მახეები დაგებული. სიტყვის მარჯვენით. ქრისტეს მამის მარჯვენით, მარჯვნივ თუ გინდა დადგე, მაშინ მარჯვენით უნდა ილაპარაკო. და არა მარცხიენით. და მამის მარცხიენით თუ გინდა დაჯდე, მაშინ მარცხიენით უნდა ილაპარაკო. ბოლოს სიტყვა იმარჯვებს, სიტყვა. სიტყვის ძალა და სიტყვის არსის გაგება. აი ესე ყველაფერი ტრიალდება რა. დღეს როგორც შემოუტრიალენ ნარიმანის საზოგადოებას იქ. ვიღაცას რო ეგონა რომ ნარიმანის გვერდში იდგა და არა და თურმე რას ელოდებოდა ნარიმანი, ხო? და ვერ ხედავდნენ იმას. ლიკა წერს სულგისმენ თამარ და უდიდეს პატივს გცემ, ძალიან დაკვირვებული გავხდი და რაც თქვენ მსჯელობებს ვუსმენ, საინტერესოა ძალიან თქვენი მოსმენა, ხო? ლიკა ეგ არის ბიჭგის მიცემა, რა რო ადამიანში გააღვიძო დაკვირვებულობა, დაინახოს ბინალური სამყარო, ისიც არის და ეხლა გადავწყვიტო რომელისკენ მინდა. ის მატყუებს. არ უნდა მოტყუდე, ეს მეუბნება სიმონ. აი ეხლა მანდ ხარ შენ ირჩევი ეგრე, თორე ეხლა ვიღაცა თამარმა რო გითხრა ესე გააკეთე, იქ უკვე შენი არსად არ ჩანს. თამარმა გითხრა და იმისია და შენი სად არის, აბა მაჩვენე. შენი გადაწყვეტილება სად არის? და აი ეს გურუები, ეს ცრუმასწავლებლები და ეს შალატანები, ხო, გეუბნება, აი, მე რასაც გეტყვით, ის არის მართალი და მე გადაგარჩენთ თქვენ. იმიტომ რომ მათ სჭირდება თქვენი ენერგია. შენში არ ააქტიურებს იმას, შენსას. შენ იმან თუ შენში შენი არ გაააქტიურა და არ დაინახა შენში თავისზე მეტი და არ მოუნდა მაგის დანახვა, ესე იგი ის არის ვამპირი. გაცლის ენერგიას. და ქრისტე პირიქით, კაცო, მე გადაგარჩენთ, მე ვარ გზა ამბობს, მაგრამ შენ უნდა შენით მიხვდე ეს ყველაფერი და შენ გზაზე იარო, შენით დამინახო მე, ხო? გასწავლის, გაძლევს ინფორმაციას. წავედი ხა მეგობრებო, გამიგზელდა ისევ ლაივი და აბა კითხვები თუ გაქვთ დაველოდები და ერთ კითხვას კიდევ უპასუხებ და ეხლა აი პორტალია გახსნილი რა, ხვალ უკვე იხურება ეს პორტალი. ანუ ჩამოიტვით, ეს ხო იცით პორტალები როგორი იხსნება პორტალები, გვაწვდიან ინფორმაციას, ვინც ნახე ვინც უკვე გავარჯიშებულია იმას ბევრი ინფორმაციას ისრუტავს. თორე ინფორმაციას უშვებენ. პორტალი იხსნება, ინფორმაცია შემოდის, შენ ისრუტავ ამას, რამდენადაც შეგიძლია, რამდენადაც გავარჯიშებულია შენი შინაგანი და მერე უკვე იხურება, იმიტომ რომ ეს სუნთქვასავით არის. თუ არ მოგწეს იმის საშუალება, რომ ეხლა ის გადახარშო, რაც შემოუშვე, შეიძლება გასკდე. ამიტომ, ანუ გასკდე რა გული გაგისკდეს. და ამიტომ ეხლა აკეთებენ, აი ესეთი მომენტია, ნახე, სუნთქვისავით ფილტვები გაიხსნება, შეიკუმშება, გაიხსნება, შეიკუმშება. ეხლა უკვე სუნთქვა არის დაჩქარებული. ქალი ხო ესე სუნთქავს რა. ადრე თუ ჩვეულებრივად სუნთქავდა ქალი. სანამ უცელიას ტკიდებოდა, აი ვადარებ ეხლა ვითარცა ორსული ქალი ეს ჭინთვები ეწყება ბავშვი რომ უნდა დაიბადოს, ნორმალურად სუნთქავს. და მერე უკვე ბავშვი რომ იბადება, აქ უკვე სუნთქვას ახშირებს. ანუ ეს ინფორმაციაც ხშირად უფრო სწრაფად შემოდის, ჩერდება, შემოდის, ჩერდება. უკვე სწრაფად მოდის ეს ინფორმაცია და ხვალ უკვე ეს იკეტება. მერე როდის გაიხსნება კიდე ეს თვარისა და მზის ფაზაზე არის ხოლმე დამოკიდებული რა და ხო აი ზოგიერთ სხვა არ ეძინება ხოლმე ღამით რომ ვერ იძინებს და რაღაცა და წამლებს რომ სვავს და ის ეგენია ვერ გაწვდიან ინფორმაციას და შენ ვერ იღებ და ამიტომ შენი გული იქ რო იცის რომ უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია და ვეღარ უძლებს აი გამოსულია წყობრიდან რა შენი აი ეს რაც მოგცა სხეული წყობრიდან გამოსული გაქვს იმიტომ ვერ იღებს მაგრამ იმ სხეულმა იცის რომ უნდა მიიღოს ახლა ინფორმაცია დაფრინავს აქ შენს გარშემო
შენ კიდე ამ წამლებით ჭყიპავ თავს, იქ რაღაცა ექიმს უჯერებ, იქ იმას უჯერებ, როცა შენ შინაგანში უნდა ჩასულიყავი და მოგესმინა შენი შინაგანი რას გეუბნებოდა, გესმის? ამიტომ გული ვეღარ უძლებს და ბევრს უსკდება გული. ბევრი გულის ოპერაციას იკეთებს, ბევრი გულის წამლებს სვავს. გაიხარეო, საღამო მშვიდობის თამარ. გიგზავნი სიყვარულს და მადლიერებას, პირადი შეიძლება შეგიკითხო? პირადი შეიძლება შეგიკითხო? კი, როგორ შეიძლება, ნანა, თუ გინდა მომწერე პირადში. ხო, მადლობა მზია, გიგზავნი სიყვარულს და მადლიერებასო. გაიხარე. გული როცა აგიჩქარდებათ ხოლმე, გულის ფრიალი რაღაც ესეთი რო დაგეწყდეს, იგი ინფორმაციას უნდა შემოსვა თქვენში და თქვენ არ უსმენთ თქვენს გულს. ამიტომ გული გიბრაზდებათ. ამ შემთხვევაში დაჯექით ხოლმე მოყუჩებულ ადგილზე, არ ვიცი სადღაც, თუ მინდა ესე ჩაიგეცეთ თქვენთვის და აი ახლოს მიიტანეთ თავი გულთან და მოусმინეთ რას გეუბნისი, თქმა უნდა. თუ გინდა იმეორე უფალო, აი გამაგებინე უფალო, რისი თქმა გინდა უფალო, რისი თქმა ილოცეთ, თქვენი ენით ილოცეთ რა, რაც მოგივათ. რისი თქმა გინდა უფალო, აი ეს ილოცე ესე გესმის და გაგაგებინებს უცბად. ლიკა მეუბნება სწორედ მაგას მივხვდი, რასაც ბრძანებ თამარ, თითქოს არ უბრძანებ, გეუბნებით ხო, გაწვდით. თითქოს წინასწარ ვიცი რაღაცასაც როცა ვამბობ, მისანი ენა მაქვს ძალიან და ამის გამო ბევრი გამირბის. ვინც გარბის, ის ვერასდროს პოულობს ქრისტეს. ვინც ახალ რაღაცას გაურბის, ვინც სიტყვას გაურბის, ის ვერასდროს იპოვის ქრისტეს. ვინც მე ბლოკავს, ვინც მე კი არა, აი ნახეთ, ჩემი და ხო გამოდის სულიწმინდის სიტყვა. ესე იგი სულიწმინდას ბლოკავს, სულიწმინდას გაურბის, სულიწმინდის აღიარება არ უნდა, სულიწმინდის მიღება არ უნდა. შეიძლება სულიწმინდა იგინებოდეს კიდეც, მე რა ისიც უნდა გაიგო, რატო იგინება. შეიძლება წყევლოს, ისიც უნდა გაიგო, რატო იწყევლება, გაიგე და ამას ყველა გაურბის. ეშინიათ, შიში. შინ წავიდე თუ რა ჩქარა უცბად. და შინ სად არის? აქ არის შინ. კაი, წავედი გავთიშე ახლა, თორემ კიდე გამიგზელდება 1 საათი და მე კიდე სხვა დროს შემოვალ. გაკოცეთ, აბა თქვენც ივარჯიშეთ. ხო, დღეს გითხრა ლოცვა, მე ანი ვარ, მე ბანი ვარ, მე განი ვარ, მე დონი ვარ. აი ესე ილოცეთ ბოლომდე.